ჩვენ დავბრუნდით და გადაცემის მესამე ნაწილში უნდა ვისაუბროთ ერთ-ერთ პროტესტზე, რომელიც უკვე ჩატარდა დღეს 12 საათზე ტექნოპარკში, სტარტაპერები შეიკრიბნენ. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა სფეროს წარმომადგენელმა თავის წრის გარშემო რაღაცა წერტილოვანი საპროტესტო მსვლელობა იქნება ეს თუ აქცია გამართოს და მე ვფიქრობ, რომ ამას ყოველდღიური ხასიათიც უნდა კონდეს, იმიტომ რომ დღეს დაანონსა კიდევაც, რომ პირველ საათთან 2 საათამდე უნდა გაიფიცნონ ადამიანები და სამსახურებთან გამოვიდნენ და დადგნენ და მე ვფიქრობ, რომ წარმატებით გამოვიდა ეგ ამბავი და ბევრი ვიდეო ვრცელდება სხვადასხვა ქუჩებზე, რიგი ქუჩები გადაიკეტა კიდეც იმდენი ადამიანი გამოვიდნენ ოფისებიდან და ბიზნეს ცენტრებიდან. სულ მაგას ვიძახით ხოლმე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეხლა არ უნდა გავჩერდეთ და მე ყოველდღიურად ვუნდები იმაში, რომ პროტესტის ტალღა კიდევ უფრო და უფრო იზრდება და ეგ არის ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი იარაღი არის ჩვენი ერთობა, რაოდენობა და მშვიდობიანად ამ ყველაფრის ისე დასრულება, როგორც საჭიროა და ერთ-ერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ხელახალი არჩევნები. სანდრო, კიდევ რას ვფიქრობ ხოლმე, იცი რომ გარდა იმისა, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გამოდიან და აფიქსირებენ თავიანთ, ასე ვთქვათ, პროტესტს, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ყველა სფეროს წარმომადგენელმა რაღაცნაირად დაფიქრდეს და მეტნაკლებად მიხვდეს, რა შეიძლება დაუპირისპიროს აი ამ პროპაგანდას და ანუ რაღაცნაირად ფუნქციური რო გახდეს ეს დაპირისპირება. ერთია რომ ვდგავარ გარეთ და ვაპროტესტებ და ვიფიცები და მეორეა ჩემი საქმე როგორ შეიძლება გამოვიყენო იმაში რომ რაღაცნაირად ფუნქციური გახდეს ეს ყველაფერი ამ პროტესტს დაეხმარო. ამ პროტესტს დაეხმარო. იმიტომ რომ გუშინ ვნახეთ ფსიქოლოგების ის იყო რა ქვია შეკრება იყო სადაც რაღაც კონსულტაციას უწევდნენ ადამიანებს, იმიტომ რომ მართლა რთული და სტრესული სიტუაცია არის ყველა ადამიანისთვის ამ ქვეყანაში და ასევე აი სფეროს წარმომადგენლები ვფიქრობ, არ ვიცი შეიძლება ვცდები რომ რამდენად შესაძლებელია ვთქვათ რომ აი რუსული პროპაგანდა ის ინფორმაცია რომელიც ვირუსივით არის მოდებული სოციალურ ქსელებში, რამდენად არის შესაძლებელი რომ აი ამ ცრუ ინფორმაციას და დეზინფორმაციას დაუპირისპირდეს მაგალითად. აი ბევრი ხო რთულია ძალიან, მაგრამ აი ნელ-ნელა ეს ფორმა უნდა მიიღოს, ასე ვფიქრობ, რომ პროფესიულად მოხდეს დაპირისპირება. სტუმრები დღეს არიან სტარტაპერები, მახო კიტუაშვილი არის ჩვენთან, ბექა დალაქიშვილი და თორნიკე ცირამოა. მოგესალმებით. და დავიწყოთ პირველ რიგში სულ ახლა ხანს ჰქონდათ აქცია პროტესტი ტექნოპარკში, როგორ ჩაიარა, რა ემოციები გამოყვათ იქიდან და რომ მოგვიყვეთ საიდან რამდენად აყვათ ხალხი იქ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ თქვენი სფეროც ძალიან აქტიურად არის ჩართული და რამდენიმე თვის წინ თქვენი წარმომადგენლებიც ყავდნენ სხვა სტარტაპერები, რომელსაც პირდაპირ ეხებათ ის რაც ხდება ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან რთულია ასეთ გარემოში, ასეთ ეკონომიკურ ვითარებაში რაიმე სახის სტარტაპები, მაშინ როდესაც რესურსები ძირითადად დასავლეთიდან მოდის, როდესაც ტექნოლოგიურ სტარტაპებზე არის მაგალითად საუბარი და სიტუაციაში, სადაც პირისპირ რჩებით ჩვენ სრულად მეზობელთან და დასავლეთიდან სრულად იზოლირებულები ვართ. კანონის შემდეგ არაერთი სტარტაპერი ყავდა ჩვენ სტუმრად, რომლებიც ყვებოდნენ რომ პირდაპირ კავშირში არის მათ საქმიანობასთან და პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ეს კანონი სწორედ. ხო, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ დავსულიყავით ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტოში, ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც ჩვენთან ერთად სტარტაპერებთან ერთად ბოლო 10 წელი აშენებს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემას და ვითარდება ამ მიმართულებით, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სიმბოლური ასე ვთქვათ დატვირთვით, დავსულიყავით და გამოგვეთხო ჩვენი პროტესტი და პოზიცია დავიფიქსირებინა იქ, თუ როგორ ახდენს გავლენას მიმდინარე პროცესები საქართველოში ეკოსისტემის განვითარებაზე და მის შეფერხებაზე საერთოდ. ეს ერთი. მეორე საკითხი იყო უკვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო მათგან ასევე პოზიცია, თუ როგორ უყურებენ ისინი მიმდინარე მოვლენებს და რა ხედვა აქვთ ზოგადად განვითარების ეტაპზე შემდგომ, როდესაც მით უმეტეს ქვეყანა დღეს გადახოვული არის ევროპულ კურსს. ჩვენ შევხვდით თავმჯდომარეს ავთო კასრაძეს, ძალიან ისეთი გვინდოდა მეგობრულ ფარგლებში შევხვდროდით ავთოს იმისათვის, რომ მისგან გაგვეგო ზოგადი პოზიცია, როგორი არის, მოვისმინეთ საკმაოდ ისეთი დეტალური ახსნაც ამავდროულად, თუ პოზიციაზე არის, რა პოზიციაზე არის სააგენტო, ჩვენი მხრიდან იყო დაფიქსირებული კონკრეტული გზავნილები იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ რომ ჩვენ სანდრო შენც თქვი შესავალ სიტყვაში, რომ მიმდინარე პროცესები აფერხებს ასევე მნიშვნელოვნად სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ქვეყანაში. როგორ აისახება ეს? ქვეყანაში აღარ შემოვა ახსილატორები, ქვეყანაში აღარ შემოვა სხვა ინვესტიციები, კაპიტალი აღარ შემოვა, რაც ცხადია
ისევ და ისევ ჩვენ სტარტაპებს ძალიან დაგვაწყობს და ნებისმიერი ჩვენი სტარტაპერების ძირითადი ბენეფიტი რაც კი მიგვიღია ეს არის სწორედ დასავლური დონორი ორგანიზაციებისგან თუ სააგენტოები თუ ეს ინვესტორები იქნებიან თუ ინდივიდები ჩვენ ბენეფიციარები მერყევ გარემოში არადოს არ ჩადებენ ჩვენ ვართ ბენეფიციარები სწორედ ჯიტასი და მსოფლიო ბანკი იყო ჩართული მნიშვნელოვნად და ის სწორედ იყო მთავარი ერთ-ერთი მთავარი დონორი ორგანიზაცია ამ გზაზე და არც ერთი რუსული და არც ერთი სხვა რომელიმე მსგავსი ტიპის ქვეყანა რომელიც არადემოკრატიული ცხადია ამ პროცესში არ იყო ჩართული და სწორედ ინოვაციები და ტექნოლოგიები ვითარდება ძირითადად იქ სადაც ყველაზე მეტად განვითარებული არის ადამიანის თავისუფლება, პლურალიზმი, დემოკრატია და ასე შემდეგ. ბექა, საინტერესო არის როგორი განწყობით დაბრუნდით ამ აქციიდან, ასე ვთქვათ. აი მე შეხვედრის მე მაინტერესებს რა პასუხი მიიღეთ ამაზე პირველ რიგში, იმიტომ რომ ხვდები რა ტიპის შეხვედრაც იყო და საინტერესოა რა პასუხი იყო იქ. კი ბატონო, როგორც თორნიკე მას თქვა რაღაცა ორი ნაწილისგან შედგებოდა, ორი ნაწილი ქონდა მიზანს, ასე ვთქვათ, ჩვენი ექიმის ერთი იყო სიმბოლური, ჩვენი პოზიცია როგორც კომუნისტ დაგვეფიქსირებინა იმ ადგილას, სადაც ძალიან ბევრი ჩვენგანისთვის დაიწყო ზოგადად სტარტაპი და ეს ტექნოლოგიები და მეორე მიზანი იყო რომ გავიგო პოზიცია, იმიტომ რომ ძალიან ჩემთვის პირადად და ჩვენთვის ზოგადად საწყენი იყო ის რომ ჯიტა არანაირ ესეთ განცხადებას ასე ვთქვათ საჯაროდ არ აკეთებდა. ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო რომ გარდა იმისა რომ ძალიან დიდი საქმე აქვს ჩვენთვის გაკეთებული და ჩვენ მათთვის ასევე მინდა შევაქო ძალიან ავთო თავმჯდომარე, იმიტომ რომ გამოიჩინა ვაჟკაცობა, ასე ვთქვათ, გამოვიდა, გვესაუბრა, საბოლოო ჯამში ასე ვთქვათ, მკაფიო პოზიცია არ არის, იმასთან დაკავშირებით არის მაინც უფრო მეტად შუალედური, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ეყოფათ იმის ვაჟკაცობა, რომ გამოვიდნენ და თავის ხალხს ესაუბრონ. თანხმდებით ყველა ერთად იმაზე, რომ სიტუაცია არის ძალიან რთული, მოცემულ სიტუაციაში ეკოსისტემის განვითარება არის ძალიან რთული, თუმცა რაღაც პოლიტიკურ თითქმის შეუძლებელი ფაქტიურად, თუმცა რაღაცა კონკრეტ რაღაც საკითხები არის, რომელსაც ვერ შევთანხმდით, რომელსაც არ ვეთანხმები მე პირადად მის მოსაზრებებს და არგუმენტებს, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ პატივისცემა დავაფიქსირო იმისთვის, რომ გამოვიდა შეგვიპატიჟა შიგნით, დაგვიჯდა, დაგველაპარაკა და ესეც ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც ალბათ მოყვება შემდეგი ნაბიჯია აუცილებლად. რა თქმა უნდა და საჯარო სამსახურში ზოგადად ეგ პრობლემაა, ეხლა ჯიტას თანამშრომლები მათ შორის ხელმძღვანელობიდან ხშირად აქციებზე წხვდებით ერთმანეთს, ამ ხალხთან ჩვენ წლებია მეგობრობთ, ურთიერთობა გვაქვს და გვინდოდა რაღაცა ერთიანი მკაფიო პოზიცია მოგვესმინა, რომელიც ვერ მოვისმინეთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ჯიტაში დღესაც მოხდა ძალიან კარგი მაგალითია იმისი ზოგადად როგორ უნდა იქცეოდეს საჯარო სექტორის ხელმძღვანელობა, ასე ვთქვათ. მეორეს მხრივ ერთი დაკვირვება რაც მაქვს, ზოგადად ეს უფრო საქვეყნო მასშტაბის არის, რომ ნებისმიერი CP იქნება, IP იქნება სამინისტრო, ყველაფერი არის უფრო მეტად პარტიული ვიდრე სახელმწიფოს ორგანო და უფრო მეტად რაღაცა პარტიასთან იდენტიფიცირდება სახელმწიფო და ეს არის ძალიან ბევრი პრობლემის გამომწვევი, მათ შორის რაღაც შიშის და გაბედულობის ნაკლებობის იმის რომ თავის პოზიცია დააფიქსირონ თქვათ კონკრეტული პარტიის რაღაც ქმედებების მიმართ. ხო, სულ არის ესეთი იდეოლოგია სახელმწიფო სტრუქტურებში, რომ თითქოს რაღაცა ერთი გუნდი არის და ამ ერთი გუნდის ქვეშ გაერთიანებული რაღაცა თითქოს პარტიული იდეოლოგია, რაც ცხადია არასწორია და ბექამაცაც აღნიშნა ეგ არის რომ ხო მთავრობასა და მართულ პარტიას შორის აღრეული არის საერთოდ ყველანაირი ზღვარი და ჩვენ ახლა ჯიტასთან და მის მომენტეს ავთოსთან და მის კოლეგებთან არანაირად არ გვაქვს დისტანცირებული ურთიერთობა, პირიქით მეგობრული ურთიერთობა გაგვაჩნია და ჩვენ ამას ერთად ვაშენებთ, დღემდე მოვიტანეთ ერთად სწორედ ეს ეკოსისტემა, ამიტომ ორივე მხარეს გული შეხვტკივა მიმდინარე პროცესებზე. უბრალოდ ცოტა განსხვავებული მიდგომები გვაქვს. ხო, იგივე მიზეზებზე რითია გამოწვეული მიმდინარე ვითარება ქვეყანაში. ჩემი პირადად პოზიცია და ჩვენი პოზიცია არის რომ პასუხისმგებელი ასე ვთქვათ და შეგვიძლია დამნაშავე და ვთქვათ არის მხოლოდ ქართული ოცნება იმაზე რაც დღეს ქვეყანაში ხდება იმ გამოწვევებზე რაც ქვეყანაში ხდება იმ უფლებების დარღვევაზე დაჭერებზე ყველაფერზე თუმცა რაღაცა მკაფიო პოზიცია ვერ მოვისმენთ თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ ჩემგან ძალიან დიდი პატივისცემა ავთოს იმისთვის, რომ დღეს შეხვდა დაგველაპარაკა მის თანამშრომლები, მის კოლეგები აქციებზე. შემდეგ ეს ვფიქრობ, რომ
ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სხვა საჯარო სამსახურის ან სახელმწიფო სხვა სამსახურის. ჩვენ ვითარებაში ისეთ ხელმძღვანელებმა თანამშრომლებმა რომ შეეძლონ თავისუფლად თავის პოზიციას. აი ეგ უნდა მეთქოს, რომ ჩვენ ისეთ ვითარებაში ვიმყოფებით და ისეთი ქვეყანა ააშენა ქართულ მოცემას, სადაც ნუ აი პროტესტში შეერთებაზე არ არის საუბარი, რომ ხელი რო არ უნდა შეუშალო ადამიანებს, რომელსაც გულწრფელი პროტესტის გამოხატვა უნდა, დასაფასებელი ამბავია მართლა, იმიტომ რომ ბევრი რაღაც და სასწორდა ვიღაც ადამიანებისთვის, რომლებიც რაღაც პოზიციაზე იმყოფებიან, მაგრამ საჯარო სამსახურზე როცა არის საუბარი, როდესაც ამას სულ ცოტა ხელს მაინც არ უშლის, რომ თანამშრომლობა აქციაზე იაროს, ან აქციაზე სიარულის გამო სამსახურიდან არ ათავისუფლებს, მისასალმებელი ამბავია და მადლობა უნდა უთხრათ, იმიტომ რომ ეგეთ ვითარებაში ვცხოვრობთ სამწუხაროდ. მახო, თქვენი პოზიციაც მაინტერესებს, როგორი შეგრძნებით გამოходით ამ შეხვედრიდან და ასე თუ ისე თორნიკე და ბექამ ძირთად თქვეს, სიმართლე გითხრათ, ჩვენ არ ქონდა მოლოდინი, რომ შეხვედრა რაიმე გეგმა არ იყო, უბრალოდ ავედით და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ და გაგვიხარდა ის, რომ მინიმუმ ერთი პრეცედენტი არის, რომელდანაც ნახეთ, რომ შეიძლება შეხვიდე ისაუბრო, გაიზერო მათი პოზიცია. ყველას აქვს თავის რაღაც მანდატი და რაღაც ზღვარი, რისკითაც შეიძლება ვერაფიქსირებს ას, მაგრამ ერთი აზრის დაფიქსირება და მეორე ემოციურად იგრძნობა, ვინ როგორ განწყობაზეა და ვინ როგორ უდგება ამ საკითხებს. აქედან გამომდინარე, მინიმუმ ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი ნაბიჯი იყო იმ ხრივ, რომ ანუ ამ ქვეყანაში თავისუფალი აზრი ყოველს უნდა დაფიქსირდეს, უნდა ფიქსირდებოდეს, არ აქვს მნიშვნელობა საჯარო სექტორში ხარ თუ რომელ სექტორს წარმოადგენ და ასევე თვითონ სტარტაპ კომუნა და თვითონ სოციუმი არის ძალიან მცირე და ყველა ერთმანეთთან თანამშრომლობით და ურთიერთობით შევდგებით. ანუ როგორც ტექნოლოგიური სააგენტო და როგორც სტარტაპერები ერთად წარმოადგენენ ეკოსისტემას, ესე რომ უწოდოთ და კარგი იყო რომ მოხდა ის რეალობა რომ დაინახეს რომ ეს ყველაფერი შეიძლება დაფიქსირდეს და გაკეთდეს და გავგვირდა ჩვენც არ ველოდით ამას. მახო მე მაინც მინდა გკითხოთ და ალბათ ყველას დაუსვამდი ამ შეკითხვას თუ გიფიქრიათ იმაზე როგორ შეიძლება ფუნქციური გახდეს სტარტაპერების ერთიანობა ვთქვათ აი ამ კრიზისის პერიოდში, ამ პროტესტის პერიოდში და რა ნაბიჯები შეიძლება რომ შემდეგში ვთქვათ გადაიდგას. ჩემი აზრით, წაღან თქვენ ახსენეთ, რომ გუშინ იყვნენ IT სფეროს წარმომადგენლები, გამოსულები. დღესაც რუსული გადაკეთეს კიდევ ერთხელ. IT სფეროს წარმომადგენლები და სტარტაპ დამფუძნებლებს და სტარტაპერებს ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, ასე თუ ისე, რადგან უმეტესად გვიწევს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე მუშაობა და ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო რასაც ხედავ ამ ბოლო დღეებში ადამიანებთან საუბარში ის არის, რომ ყველა ხვდება, რომ ყველამ აქ ვიღაც იმედზე ვერ ვიქნებით, საკუთარი თავის იმედზე უნდა ვიყოთ და ყველამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვეცადოთ, რომ რაღაცა შეიცვალოს ამ ქვეყანაში. ანუ ხალხში არის ძალა და არა რომელიმე პარტიაში ან რაიმე მსგავს ორგანიზაციაში. აქედან გამომდინარე ხშირად იყო საუბარი იმაზე, რომ იცი რა როგორ შეიძლება ვთქვათ ამ ჰიბრიდულ ომს და რაც არის ვთქვათ ბევრი პროპაგანდა რაც ვრცელდება, რეალურად დღეს ქაოსში არის ადამიანების ტვინი ამ ყველაფრის მიმართ რა ტექნოლოგიური ხელსაწყო შეიძლება იყოს, რომელთაც შეიძლება ეს ყველაფერი წარიმართოს და ყველაზე კარგი ის არის, რომ რაღაც და ვიღაც ადამიანებმა დაიწყეს ამაზე ფიქრი და ეს უკვე კარგი არის და არ გვაქვს ის, რომ ვიღაც უნდა დაელოდოს ვინმე. რაღაც მაგინდა და თორნიკე ხო, ანუ გავაგზავნებ საუბარს აქ მნიშვნელოვანი არის ერთი საკითხი, რომ დღეს გვაქვს ეს კონკრეტული პრობლემა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ფაქტობრივად ჩვენ ყველამ დავკეტეთ ჩვენი ლეპტოპები და გამოვიდით ქუჩაში იმისათვის, რომ ეს პროტესტი გამოხატოთ და ის გეზი საიტკენად ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო ახლა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გავაპროტესტოთ. ბუნებრივია, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება, მანამდე ძალიან რთულია რომ ვიფიქროთ განვითარებაზე, ვიფიქროთ ჩვენ სტარტაპების განვითარებაზე, იმიტომ რომ დღეს ფაქტობრივად პროცესი არის გაჩერებული. და ეს ყოველას ხელი გვეშლება, მით უმეტეს ძალიან მაღალი ემოციური ფონი არის და სტრესული და თქვენც აღნიშნეთ, ხო? ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი გარემოება, რომ დღეს თავარი ამოცანა, თავარი ასე ვთქვათ, დავალება რაც არის ჩვენ თავებთან ეს არის, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს და შემდეგ უკვე ვიფიქროთ უკვე სხვა განვითარებაზე, ინოვაციებზე, სტარტაპებზე, ტექნოლოგიებზე და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენი როლიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის საინფორმაციო ომში და ჰიბრიდულ ომში, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. ნამდვილად. აქვე ერთ რამეს დავამატებდი, რომ წეგანი თქვა, რომ იცი რა ქვეყანაში შეიძლება შემოვიდეს გრანტი, შეიძლება არ შემოვიდეს. რეალურად სტარტაპი არ წარმოგნი თავისუფალი ბაზრის პრინციპის, რომ თავისუფალ ბაზარზე სხვა კომპანიები ინოვაციური გადაწყვეტით მოდიან და ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ ჯანსაღ და დემოკრატიულ გარემოში.
მაგრამ რეალურად ნორმალური და ნებისმიერი კარგი სტარტაპი თავიდან იბადება დამფუძნებლის თავში ან დამფუძნებლების თავში და მე ამის გადაწყვეტა და ამის რეალიზება ხდება. სამწუხარო რეალობა ის არის, როდესაც ქვეყანაში გაქვს მაღალი დოზით ქაოსი და როდესაც ქვეყანას მიაქვს ენერგია ეს ყველაფერი და ფოკუსი ამ ყველაფერზე, ხომ ქვეყანაში რაც არ უნდა ბევრი ინსტრუმენტი იყოს, რაც ისედაც შემცირდება თუ ესეთ ვექტორზე იქნება ქვეყანა, აზრი არ აქვს, უბრალოდ თან დამფუძნებლები ვერ დაიბადებიან ესე რომ ვთქვათ ქვეყანაში, რომლებიც რაღაც ინოვაციურს შექმნიან, რადგან შენი ტვინი იქნება მთლიანად დაკავებული ქაოსით და წელიწადში რაღაც პერიოდი ყოველთვის წაიღებს ეს ქაოსი და ვერანაირ ფოკუს ვერ მოახდენ რაღაც ძალიან ძნელია. ანუ ამ ვითარების ესე დასრულების შემთხვევაში ან იმ ვითარებაში როგორც აქამდე იყო ოქსიმორონია ნებისმიერ სტარტაპზე საუბარი, იმიტომ რომ იზოლირებულ ქვეყანაში არაფერი ახალი ინოვაციური არ ხდება, განსაკუთრებით როცა პარტნიორები არ გაგაჩნია რუსეთის გარდა ახლა. და პლუს ამას რომ დავამატოთ, ეგ უცბად ერთი წინადადებით ვიტყვი, რომ მოხდება ტრაგედია, ტალანტების გადინება მოხდება, ტვინების გადინება მოხდება. თქვენაირი ადამიანები იპოვიან ადგილს, სადაც თავის იდეებს განახორციელებენ. ზუსტად ამის თქვა მინდა და თორნიკემ რაც ახსენა, ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული რესურსი ზოგადად რაც სტარტაპს აქვს კომპანია, ხო, იმიტომ რომ თავიდან რეალურად იდეა, ეს არის ძალიან მაღალრისკიანი იდეა, რომელსაც თუ გამართლა და მიაღწია იმიზანს, აქვს ძალიან დიდი უკუგები. ყველაზე მთავარი განსაკუთრებით ადრეულ სტადიაზე, იმიტომ რომ ჩვენთან მხოლოდ ადრეული სტადიის სტარტაპები არიან ჯერჯერობით, ყველაზე დიდი აქტივი რაც გააჩნია არის ადამიანური რესურსი. ამაზე ძვირფასი და ღირებული არაფერი არ არის. ზოგადად მე თუ მკითხავ საქართველოს ყველაზე დიდი რესურსი რაც აქ არის, სწორედ ადამიანები. და განსაკუთრებით ჩვენ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან გონებაგახსნები, კრეატიულები, ჟინიანები, ჯიუტები და ასე შემდეგ. თუმცა აუცილებლად თავისუფლები და აუცილებლად კრეატიულად მოაზროვნეები. ესეთი ადამიანები ქვეყანაში თუ ქვეყანა წავა რუსეთისკენ, ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვლაპარაკობთ რუსული კანონის დროსაც ვსაუბრობდით ამაზე, მოხდება ამ ტალანტის გადინება. ამ პირობებში არამხოლოდ და არამხოლოდ ამის გამო, მაგრამ ყველა აბსოლუტურად ყველა ინდუსტრიას, ყველა მოქალაქეს, ყველა ბიზნესს შეეხება ის მდგომარეობა, რასაც ქვია რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნა და რუსეთის გუბერნიობა. და საქართველოში აღარ დარჩება ხალხი, ვინც რეალურად შექმნის ღირებულებას, ან დარჩება ძალიან ცოტა ხალხი და ტექნოლოგიებზე ლაპარაკიც არის, აქ ავიცი ინფრასტრუქტურული პროექტები ავიღოთ, ან ნებისმიერი სხვა მიმართულება, სადაც ინვესტიცია კეთდება, ერთ-ერთი განსაზღვრელი ყოველთვის არის ქვეყნის რისკი. ანუ ფინანსისტი ვარმე და იქ შეფასება, როდესაც ხდება ინვესტიციის მომგებიანობის, ერთ-ერთი დიდი კომპონენტი არის ქვეყნის რისკი და ეს რისკი ჩვენთან ისედაც დიდი იყო გეოპოლიტიკიდან გამომდინარე და დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობა ქვეყანაში ამ რისკს უაზროდ ზრდის, იმდენად ზრდის, რომ საქართველოში აღარ შემოვა თეთრი პატიოსანი ფული, რომელსაც უნდა რომ ბიზნესი გააკეთოს, იმიტომ რომ რა ვიცი, შეიძლება ჩამოვართვან ერთ დღეს, იმიტომ რომ არ ვიცი, ვიღაცის ინტერესში გაიარა, ვთქვათ. სადაც სამართლის სასამართლო არ არსებობს, იქ რისკი ყოველთვის და ჩვენთან ერთ-ერთი თავი არამხოლოდ სასამართლო და ეს პრინციპში ეს პროცესები ახლა რაც მიმდინარეობს არის ალბათ ესე უყურებ მე რომ ერთ-ერთი კი არა და ბოლო შანსი ალბათ როცა ჩვენ უნდა მოვაბრუნოთ ეს ქვეყანა. ნამდვილად და ეხლა ვფიქრობდი რომ ახალგაზრდა პროფესია არის ამ ქვეყანაში სტარტაპერები როგორც ხდები და როგორც არის და რაღაცნაირად ერთგვარი იმუნიტეტით შეიძლება აღმოჩნდეს ამ პროფესიის ადამიანებისთვის, იმიტომ რომ კრიზისი თავისთავად აძლიერებს რაღაც მხრივ, ხო, თუნდაც თქვენი პროფესიის ადამიანებს და სამომავლოდ ალბათ რაღაცნაირად ყველა იქნებით მომზადებულები, რომ მსგავსი შეცდომად, ანუ თავიდანვე არ იქნას აღარასდროს დაშვებული, რომ ამ მდგომარეობამდე არ მივიდეს. სტარტაპერებს გვაქვს ეს იმუნიტეტი გამოსული, ძალიან სწორად აღნიშნეთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ესეთი პულსზე გიჭირავს ხელი, ყოველთვის გვაქვს ესეთი ხან მარცხი გვაქვს, ხან გამარჯვება არის, მუდმივად აი ამ ბრძოლაში ვართ და შესაბამისად ეს მერე გადადის უკვე ფართოდ უკვე იმ ქვეყნის დონეზე, და იმ პროცესზე, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ და ცხადია დაღლით არ დავეღლებით და რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ბრძოლას. ერთი რაც არის ბიქას საუბარს გავაგრძელებ უბრალოდ რომ ტალანტების გადინებაზე როდესაც არის საუბარი და თავარი რესურსი ჩვენთვის უნდა იყოს ჩვენაირი პატარა ქვეყნისათვის მით უმეტეს ადამიანური რესურსები და ტალანტები. ესტონეთი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ამის. დამოუკიდებლობის მიღებამდე, როდესაც უკვე იყეოდა საბჭოთა კავშირი, დასკდნენ ესტონელები და იფიქრეს რა არის ჩვენი მთავარი რესურსი.
არ გვაქვს ბუნებრივი წიაღისეული, არ გვაქვს ძალიან ბევრი ესეთი რესურსები, ამიტომ ჩვენი მთავარი რესურსი რა არის? ადამიანური რესურსი. დღეს ესტონეთი არის ერთ-ერთი მთავარი ნომერ პირველი ჰაბი ტექნოლოგიების მიმართულებით, ინოვაციების მიმართულებით და სწორედ აი ასეთი ქვეყნების მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის ნათელი, რომ ადამიანურ რესურსებით ფინანსიდან ბევრი მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით. მოქალაქე უნდა იყოს დაფასებული ყველაზე მეტად ეს არის მნიშვნელოვანი და მეორე მხრივ იგივე ჩემი სტუდენტები, რომელთაც მე ვასწავლე, ფაქტობრივად მაშინ ას დაკარგავს ფაქტობრივად ეს შრომა, რომელსაც ჩვენ ვდებთ და ეს ადამიანები, ეს ახალგაზრდები, რომლებიც არიან მართლა ნათელი გონებით და მოწოდინებულები, რაღაცა თავიანთი შექმნა ქვეყანა შეაკეთონ თან. ცხადია, ჩვენ გვინდა ჩვენ ქვეყანაში შექმნა და არასადმე ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გამშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ. თორნიკე მახსენა, რომ გადინება ახსენა ტალანტების, მაგრამ მე პირიქით ვიტყოდი ძალიან დიდი რაოდენობით შემოდინება, აი თავისუფლება მომხეთკა კოკა-კოლაზე. შემოდინება იწყება, მინდა გითხრათ, ჩვენი ემიგრანტების, ეხლა საშობაო არდადეგები იწყება და ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდება საქართველოში, რომ დაიცვას თავისი ქვეყნის თავისუფლება და თავისი ქვეყნის კონსტიტუცია. ასე რომ ჩვენ მრავლდებით, ჩვენ ბევრი ვართ და ჩვენ ვერ დავმარცხდებით და არ დავმარცხდებით, დაგემშვიდობებით. ორ შაბათამდე, მაგრამ მანამდე შევხვდებით. მანამდე აუცილებლად შევხვდებით. Right.